არჩევნებამდე 5 დღით ადრე სროლები გორში ქართული ოცნების ნაცემი აქტივისტები მორიგი ფარული ჩანაწერები და გამწვავებული საარჩევნო გარემო. რატომ ესროლეს ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს, რატომ ვერ ხედავს ამაში პოლიტიკურ მოტივს მმართველი გუნდი და ფიზიკური დაპირისპირების რა საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს არასამთავრობო სექტორი. რეიტინგების ომი და ხელისუფლების პასუხი ვინ მიიჩნევს, რომ სოციოლოგიური კვლევები გაყალბებულია და რის საფუძველზე ამტკიცებს მმართველი გუნდი, რომ სოციოლოგიური გამოკითხვა რევოლუციური სცენარის ნაწილია. დღეს დისკუსია გადაცემაში ბარიერი. ის გამოცდილი ავანტიურისტია და არ არის გამორიცხული, რომ ეს არის გათვლა მისი მხრიდან, მის უნდა აწყობდეს ახლა ოქრუაშვილზე იარაღიანი ხალხის მისევა. ოქრუაშვილს არ ვიცი რა ელოდება ამ შემთხვევაში, ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია და შეფასება გორის რაიონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ხელისუფლება და მმართველი გუნდი ისევ პროვოკაციებზე საუბრობს და ისევ ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს. არჩევნებამდე 5 დღით ადრე მორიგი ახალი ფარული ჩანაწერები ვრცელდება, ვის აწყობს და ვის ჭირდება სატელეფონო საუბრის ჩანაწერების გამოქვეყნება და გავრცელება. რა ხდება სოციოლოგიურ კვლევებში, რომელიც ჟურნალისტ ჩალვა რამიშვილისა და მმართველი გუნდის ინფორმაციით გაყალბებულია. რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს ეს გადაცემა ბარიერია. მე მისი წამყვანი მაია მამულაშვილი ვარ, მოგესალმებით. წარმოგიდგენ პირველი ბლოკის სტუმრებს კობა კობალაძე, ქართული ოცნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კლდანის მე-20 საარჩევნო ოლქში, ამირან გიგუაშვილი კლდანის 21 საარჩევნო ოლქში დეპუტატობის კანდიდატი და თავისუფალი დემოკრატებიდან და ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან თინათინ ბოკუჩავა, მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე გეტყვით, რომ მოგვიანებით ჩვენ მიხეილ ბენიძე ჩაგვერთვება, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი. მანამდე მე საუბარს დავიწყებ სტუდიის სტუმრებთან. პირველ რიგში ბატონ კობას მინდა დაუსვა შეკითხვა. ჩვენ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, როდესაც საუბრობთ, პირველ რიგში მახსენდება, რა თქმა უნდა, ყველაზე ბოლო დროს მომხდარი ინციდენტი, გულისხმობ გორის რაიონში ირაკლი ოქრუაშვილს, როდესაც გაუხსნეს ცეცხლი, პირდაპირ გამოვიდა ირაკლი ოქრუაშვილი, ბატონ კობა და კონკრეტული პიროვნებები დაასახელა და ეს ყველაფერი დაუკავშირა ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ განაცხადა, რომ ქართული ოცნების აქტივისტები მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში და პოლიტიკურ მოტივებზე ისაუბრა. თუმცა ირაკლი კობახიძე მმართველი გუნდიდან გააკეთა განცხადება, რომ ეს ამაში არ უნდა ვეძებოთ პოლიტიკური მოტივი. თქვენ ხედავთ თუ არა პოლიტიკურ სარჩულს ამ კონკრეტულ საქმეში, რა შეფასებას გააჩნია? მშვიდობისა, მოგესალმებით. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, ვისაც როგორ არ უნდა უქმუნდოდეს თავის გემოვნებიდან გამომდინარე კონკრეტულ კრიმინალურ ფაქტს საფუძველი იმის, რომ ამოვწიოთ და რაღაც პოლიტიკურ რაკურსში განვიხილოთ, არის აბსურდი, იმიტომ რომ საზოგადოებას ირაკლი ოქრუაშვილი არც ახლა არ გაუცნია, ჩემო ბატონებო, და მისი მოღვაწეობის პერიოდი გაცილებით უფრო მეტად იყო დაკავშირებული იარაღის ჟღარულთანაც, უპასუხისმგებლო განცხადებებთანაც, მუქარასთანაც და ძალისმიერ და თანამდებობის ბოროტად გამოყენების პრინციპებთან. აქედან გამომდინარე, ახლა სად ვინ რა რაღაც საყოფაცხოვრებო საკითხებზე ქონდა დავა ამას. ან თქვენ ფიქრობთ, რომ ეს პირადი დავაა თუ საფუძველი მანამდე იყო, იმის შემდგომ იყო, თუ ასე იყო, მე ვარაუდებს არ დავიწყებ. ერთადერთი რაც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, აბსოლუტურად არავითარ კავშირში არ არის ეს ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან, ჩვენ აქტივისტებთან და რაც უმთავრესია, ჩემო ბატონებო, იმ პოლიტიკურ მოღვაწეობასთან მის, რომელიც ახლა აქ დაწყებული მეტი არაფერი. გასაგებია, კარგით, მაშინ იარაღის ჟღარუნი ახსენეთ და ბატონ ამბირანთან გადავდივარ. შემდეგი შეკითხვით, იმიტომ რომ თქვენი გუნდის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისთვის, ხელისუფლება უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ იარაღის ჟღარუნზე არავინ იფიქროს და არ მოხდეს მსგავსი შემთხვევები და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა მანასტინ განცხადება. თქვენ როგორ ფიქრობთ, უკავშირებთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ პროცესებს თუ როგორც ბატონი კობა აღნიშნავს არაფერს? მე თვითონ გორიდან ვარ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად ვიცნობ იქ არსებულ სიტუაციებსაც და იმ ადამიანებსაც, ვის დაასახელა ირაკლი ოქრუაშვილმა და იმ პროცესებსაც ვიცნობ, რაც იქ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პოლიტიკური გუნდის ლიდერი ამ შემთხვევაში უშუალო კონკურენტი ირაკლი ოქრუაშვილისა, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლება, რომ ის დასახელებული პირები დადგინდეს, იყვნენ თუ არა კავშირში რეალურად ქართულ ოცნებასთან და რეალურად შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში ურთიერთდაპირისპირება და რაიმე აგრესიული მოქმედებების გამოხატვა. ახლა გამოძიების შედეგები სანამ არ დაიდება, ჩვენ რა თქმა უნდა ვერაფერზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ როდესაც დეპუტატობის კანდიდატზე მის აქტივისტებზე ხდება შეერაღებული თავდასხმა სწორედ იმ დროს,
როდესაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდება დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას, ძალიან ძნელია იქ იფიქრო, რომ ეს მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი პრობლემაა და მეც რაც გეტყვით, ხა მე უბრალოდ ჩემ თავს არ მიცემ ის უფლებას, რომ რაღაცა ისეთ ინფორმაციებზე ვილაპარაკო, რაც მე მაქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ეს პირველად არ დემართება, რომ იტყვია. ხელისუფლებას, დღევანდელ ხელისუფლებას სამწუხაროდ ბევრი კითხვის ნიშნები აქვს ამ მსგავს სიტუაციებში, რომელზეც მას პასუხი არ აქვს გაცემული ადეკვატური, იგივე თუნდაც კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, იგივე თუმცა კორცხელზეც გააკეთეს განცხადება, რომ ეს პროვოკაცია იყო ნაციონალური. ნუ ახლა ესე ხო არ შეიძლება რომ ყოველთვის როდესაც საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ხდება გარკვეული ინციდენტები, აპელირებას ხელისუფლება აკეთებდეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ისინი დაიწყებენ გამოძიებას, დაადგენენ სიმართლე და საბოლოო ჯამში მე ხდება ისე, რომ ის ადამიანები, ვინც ამ კონფლიქტებში მონაწილეობენ, ისევ აგრძელებენ ქართული ოცნების სასარგებლოდ აგიტაცია, პროპაგანდას და რაღაცა აგრესიული მეთოდებით მოღვაწეობს. თავისთავად ის ფაქტი, რომ დღისით მზისით ქალაქში შეიარაღებული ადამიანები დადიან და გადაადგილდებიან და უწევთ იმ პერიმეტრზე მოძრაობას, სადაც თუნდაც საარჩევნო აგიტაციას ატარებს რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ან დეპუტატობის კანდიდატი, ძალიან სახიფათო მოვლენა. ჩვენ რა თქმა უნდა გვახსოვს ხო ეს ესეთი ტიპის ჩართულობები, მოძველ ბიჭო ელემენტების ჩართულობები საარჩევნო კამპანიაში აგერაგენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია აქ მე ბიჭები მართავენ სიტუაციას. მან თქვა ეს და ეს უნდა იქნეს გამოძიებული, როგორც აღნიშნე. აგერ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელები ახლა მე რო სუბიექტურობაში არ დამწამოს ვინმე მეჭვი, ცილი უბრალოდ ჩვენ გვახსოვს ნაციონალური მოძრაობის დროს როგორ აქტიურად გამოიყენებოდა ამ ქუჩის ესე ვთქვათ მეთოდების გამოყენება, იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც დადიოდნენ უბნებში, აგროვებდნენ იქ ეგრეთ წოდებულ ავტორიტეტებს, ანეუბნეოდნენ იმ ოჯახის წევრებს, რომლებიც დაკავებული, რომელსაც პატიმარი ყავდათ, ოჯახის წევრები და ეუბნეოდნენ 50 ხმას თუ მოიტანენ, აუცილებლად შეღავათებს გაუწევდნენ, შემდეგ გაათავისუფლდნენ პატრონ. ამიტომ ეს არის წარსულში დაბრუნება და რეალურად ძალიან სახიფათო ტენდენციასთან გვაქვს საქმე. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთს ძალიან გვანან, სწორედ ამას გულისხმობთ, რომ აი ეს პროცესები, მათ შორის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული პროცესები, ძალიან გავს ერთმანეთს და ჩვენ ამას ყველაფერს ვუყურებთ ძალიან ისეთი გამადიდებელი შუშით. გავხართ ქართულ ოცნებას, ანუ ასე ვთქვით თქვენც და კონკრეტული ინფორმაცია და ფაქტები გითხრა ბატონმა ამირანმა, რომ მაშინაც ასე ხდებოდაო და მიდიოდნენ და ეგრეთ წოდებულ ავტორიტეტებს აგროვებდნენო და მოყვა მოკეთილი პროცესი. ანუ ამ ყველაფრის ფონზე თქვენ როგორ აფასებთ ამ სიტუაციას და რა თქმა უნდა ირაკლი ოქროაშვილის ინციდენტთან დაკავშირებით მინდა მოვისმინო პირველ რიგში თქვენი მოსაზრება და შემდეგ უკვე უპასუხეთ ბატონ ამირანს. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. თქვენის ნებართვით რიტორიკულ კითხვას არ ვუპასუხებ, იმასთან დაკავშირებით რამდენად ვგავართ ქართულ ოცნებას და ეს ნამდვილად იგივე ივანიშვილის გამოცდილებშიც ძალიან ნათლად ჩანს, რომ ერთადერთი თემა, რაც მას აინტერესებს, არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, იგივე სხვა წარმომადგენლების გამოსვლაში და ზოგადად მთელი ქართული ოცნების კამპანია აგებულია ანტიკამპანიაზე, ასე ვთქვათ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ისინი ხედავენ, რომ სწორედ ეს ძალაა, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არის ალტერნატივა ამ ხელისუფლების და რომელიც შეძლებს, რომ ქვეყანა გამოიყვანოს ბიძინა ეკონომიკური კრიზისიდან, რომელშიც ხო, ნუ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრ მაპატიეთ, მაგრამ არაადეკვატურ განცხადებას აკეთებს თავის გამოსვლებში, მაგალითად ის, რომ საქართველოში თურმე გაჭირვებული ადამიანები არ არიან, მაგალითად ის, რომ ხალხმა პირადი ბანკირები უნდა იქირაოს და ეს არის რეალურად მთავარი პრობლემა, რომ ლარი ძალიან ჯანსაღ პოზიციაზეა და ასე შემდეგ, ასე რომ მის არაადეკვატურ განცხადებებზე თქვენის ნებართვით ახლა მე აქცენტს არ გავაკეთებ, ვისაუბრებ წინასაარჩევნო ძალადობაზე, თქვენ კონკრეტული კითხვა დასვით და შესაბამისად სწორედ ამ კითხვას ვეცდები, რომ ვუპასუხო. მე მესმის როგორც იურისტმა განაცხადა ბატონმა ამირანმა, რომ ჯერ სანამ არ გვეცოდინება საბოლოო გამოძიება, სანამ არ დასრულდება, ვერ ვიტყვი, მაგრამ არ შეიძლება 5 დღით ადრე ხდება. ეს არ გეუბნება. აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ამირანს იმაში, რომ გამოძიებამდე ხანდახან რთულია ხოლმე კონკრეტულად ფაქტებზე აპელირება, თუმცა მან ასევე დასძინა და აქაც მინდა რომ დავეთანხმო, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში, როდესაც მსგავსი ტიპის ძალადობას ვხედავთ, ნუ მცხადია რომ შეერაღებული თავდასხმა კანდიდატზე კონკრეტულად ამ შემთხვევაში ეს პირველად ვიხილეთ ამ საარჩევნო ციკლში, მაგრამ ძალიან ბევრი სხვა ტიპის ძალადობრივი მოქმედებები ვიხილეთ, რომელსაც კონკრეტულად ერთი პიროვნება ხელმძღვანელობს, აქ როდესაც თქვენ ახსენეთ კონკრეტული სახელი და გვარები, დიახ, ნამდვილად ესეთი ტიპის ძალადობები უკავშირდება როგორც წეხსი კახა კალაძეს, ვიცე-პრემიერს,
რომელიც ამ შემთხვევაში თავად ირაკლი ოქროაშვილმა დაასახელა, ხა ბატონმა კობამ ახსენა ის, რომ ამ ადამიანის მიმართაც არსებობს საზოგადოებაში შეკითხვები და დაგეთანხმებით აქ ნამდვილად პოლიტიკურ გემოვნებაზე საუბარი არ არის, საუბარი არის იმაზე, რომ ვინც არ უნდა იყოს ის და რამდენი კითხვის ნიშანიც არ უნდა არსებობდეს ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ და ამ შემთხვევაში ოპოზიციურ კანდიდატის მიმართ, როდესაც მასზე ხდება შეიარაღებული თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით და დაჭრილი არიან კონკრეტული ადამიანები. ნუ შეიარაღებული თავდასხმა მისი განცხადებით არ აქვს მნიშვნელობა, როგორი რომელ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს ის ასე შემდეგ და შემდეგ აპელირება ხდება კახა კალაძეზე, ადამიანზე, რომელზეც ჩვენ არაერთი მტკიცებულად წარადგინეთ იმასთან დაკავშირებით, სწორედ ის იყო ორგანიზატორი კორცხელის თავდასხმის. შემდეგ ეს ადამიანი სწორედ ჩნდებოდა კორცხელის თავდასხმაში მონაწილე პირებთან ერთად, მათ შორის თქვენი მაჟორიტარების წარდგენებზე. კორცხელში თავდამსხმელი პირები არამც თუ წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს მაშინ, როდესაც მაგალითად რუსთავი ორის სამაუწყებლო, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობის დაცვისთვის მებრძოლი აქტივისტები საბჭოთა პატიმრობაში მიუსაჯეს ძალიან მყისიერად, ხო? ანუ ჩვენ ხედავთ აქ იმ ორმაგ სტანდარტს, რაზეც ძალიან ბევრი საუბრობს და არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა. ცხადია ჩნდება კითხვის ნიშნები, ცხადია იკვეთება პოლიტიკური სარჩული და ძალიან კონკრეტული ადამიანი, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩაეჩოჩებინა კორცხელის თავდასხმის შემდეგ, ახადა შტაბის ხელმძღვანელი და ეს იყო სწორედ გზავნილი, რომ ასეთი ტიპის არჩევნების ჩატარებას აპირებს სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილი. ძალადობით სამწუხაროდ იმ სპორტსმენების გამოყენებით, რომლებიც ვიხილეთ კორცხელში და მას შემდეგ ვიხილეთ ეს ადამიანები ჯიხაშკარშიც მაგალითად გამოჩნდნენ, თბილისშიც რამდენიმე შეხვედრაზე და დაფიქსირებულია არაერთი ძალადობრივი ფაქტი, მაგალითად სოფელ გამარჯვებაში, სოფელ ფლავისმანში, ბოლნიში, როდესაც რწმუნებულები პირდაპირ ძალადობენ ჩვენს ახალგაზრდა აქტივისტებზე თუ სხვაგარად აქტივისტებზე, როდესაც სუსი არის მთავარი პოლიტიკური აქტორი. კი ბატონო, ამაზეც შემიძლია ჩემი განცხადება, ანუ ჩემი მოსაზრება. კი ბატონო, საშუალება რომ ამ კონკრეტულ საკითხზე ისაუბროთ, კახა კალაძე ახსენა და სხვათა შორის მისი სახელი და გვარი ხარა ფაქტებით ჩამოთვალა ბოლო პერიოდის განმავლობაში მის ცოლის ძმასთან დაკავშირებული არაერთხელ ფიგურებდა. მე მახსოვს ბოლო პერიოდში ერთ-ერთი იარაღის უკანონო ჩადების ბრალდებით, როდესაც დააკავეს გიორგი ფეიქრიშვილი და მათი ოჯახის წევრებიც იყვნენ ჩვენთან სტუდიაში. თუმცა ისინიც კონკრეტულად საუბრობდნენ კახა კალაძის ცოლის თვალზე. გავიგეთ, ჩემო ბატონებო, საკითხი არის შემდეგში. საკითხი არის შემდეგში. სიტყვათა რაოდენობა აბსოლუტურად არ ნიშნავს ჭეშმარიტების ილუსტრირებას და გადმოცემას. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, ბევრზე ვისაუბრეთ და კონკრეტულად არაფერზე. იყო ბრალდებების უდიდესი კასკადი, იყო როგორც მათ ახასიათებთ, მცდელობა ამა თუ იმ ადამიანის შეურაცხყოფისა და ასე შემდეგ და ასე ამგვარად. მოდით რეალურად ვიმშილოთ, რეალურად ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვითქვია ის და კონკრეტულად იდენტიფიცირებულია ის ხალხიც, რომელიც შემჩნეულია კონკრეტულ კრიმინალურ ქმედებაში, არის დაწყებული გამოძიება, ჩემო ბატონებო, ზუსტად ამ გამოძიების ახლა მიმდინარეობას და ვარაუდებს ჩვენ ვერ დავიწყებთ. თქვენ გაქვთ თქვენი ინფორმაცია, ჩვენც გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია. ბატონობა ძალიან დიდ ჩაგერთვებით, ბევრი გამოძიება დაწყებულა სწორედ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მაგრამ არ მივიდა ასეთი ბოლომდე, მათ შორის იყო პირადი ცხოვრების სამსახური. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს გამოუძიებელი საქმეები აბსოლუტურად მე რასაც ვფიქრობ, იმის გადმოცემის შეზღუდვა მე არანაირად არ ამაქვს. არც ვინმესგან ჩაწოდებული და მართული იდეების ფრქვევას არ მოვყვები. არც ერთი საკითხი, რომელიც კითხვა დასმული იყო, პასუხგაუცემელი არ დადგა და განსხვავებით ჩვენი ოპონენტისგან ამ შემთხვევაში, მათ აქვთ ერთი თვისება, იწვევენ პროვოცირებას პროცესებისას, შემდეგ ამ პროვოცირების ანალიზს აკეთებენ შედეგიდან გამომდინარე, რამდენად იყო მათთვის ეს პროვოკაცია სარგებლიანი ან იყო წამგებიანი. ნებისმიერ შემთხვევაში მათ აქვთ მიმართულება და მიდგომა, რომ ნებისმიერი სიტუაცია განავრცონ თავის სასარგებლოდ. იგივე მათი თავისუფალი ზონის წევრების თქმისგან, იგივე პრინციპში დაზარალებული ახალგაზრდებიდან, იგივე პროვოცირების გამოწვევისგან კორცხელში, ჩემო ბატონო. ხო, ყველა ამ ქვეყანის მოქალაქეები ვარ და ციდან არავინ არა ვართ ჩამოვარდნილები. აქედან გამომდინარე, ხა გორში მიმდინარე პროცესები
მიდის საკმაოდ ამაზე ამათ არ მაინტერესებს მე რეალურად ემოციური შემართებები არის კონკრეტული ხედვები არის კონკრეტული ანალიზი არის კონკრეტული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიდგომა ამ საკითხში და ყველა ერთხმად აღიარებს იმას რომ არჩევნები მიდის საკმაოდ მშვიდ გაწონასწორებულ და არა ისტერიულ გარემოში. გასაგებია თქვენ ალბათ ამერიკის ინტერვიუს განცხადებას, მაგრამ თქვენ ეს ფაქტები, რაზეც საუბრობთ ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში, გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ საარჩევნო მე გეტყვით იმაზე, რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, რაც შეეხება მოსმენებს, დღესაც გავხდით რაღაცების მოსმენა. ფარული ჩანაწერების განხორციელება ეს არ არის თვისება და მათი შენახვა ეს არ არის თვისება იგივე ქართული ოცნების წარმომადგენლების. ჩვენ ვსაუბრობთ ჯერ გადმონაჭრეზე, რაც იყო შექმნილი იმ პერიოდში, რომელიც იყო და დღეს სპეკულირების ფონით ჟღერდება ჩვენი ოპონენტებისგან. მეორე, საგამოძიებო პროცესში, როდესაც გადმონაჭრე რას გულისხმობთ? მე ფარულ ჩანაწერზე რა თქმა უნდა კითხავთ ამაზე თვისობთ, მაგრამ რადგან თქვენ ახსენეთ, ანუ ეს გავრცელება და გამოქვეყნება, რაც ბოლო პერიოდში, რასაც ხედავთ, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. მე ვსაუბრობ გადმონაჭრეზე პირადი ცხოვრების ამსახველ მომენტებზე, რომელიც იყო. ამ შემთხვევაში, როდესაც გავიგეთ, ჩემო ბატონო, გავიგეთ, ჩემო ბატონო, ჩვენ ხო იმასაც ვსაუბრობთ, რომ პოზიცია ხელისუფლებამ დააფიქსირა თავის პოზიცია, რაც შეეხებოდა ფარულ ჩანაწერებთან მიმართებაში, სახელმწიფომ თავისი პოზიცია დააფიქსირა, მაგრამ ამავე დროს სახელმწიფო ვერ გახდებოდა პასუხისმგებელი ამა თუ იმ პირისგან ამ ფარული ჩანაწერების თავის დროზე დატაცებისა თუ მითვისებისა. ეს ხო ფაქტია. ანუ პასუხისმგებლობა არიღებს ხელისუფლება. თქვენ გესაუბრებით თუ თქვენ არ იხსენებთ. პრინციპში ერთი და იგივე შეკითხვა დაისვა თქვენი ოპონენტის მხრიდანაც, ანუ არიღებს ხელისუფლება ამაზე პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობას ჩემო ბატონებო, ხელისუფლება ზუსტად იღებს იმაზე და ადეკვატურ რეაგირებასაც აკეთებს იმ საკითხებზე, რომელიც და ამაზე პასუხისმგებლები მიდის სასამართლო პროცესები, როდესაც ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებაზე ბოდიშ ვიხდი არ მინდა ნამდვილად ჩაგეჭრათ, მაგრამ სასამართლო პროცესები ეს ბატონმა არანც აღნიშნა და მეც არ შემიძლია რომ არ თქვა ეს არასოდეს არ სრულდება რაიმე კონკრეტული შედეგით. ანუ იგივე კორცხელის თავდასხმელებთან მიმართებაში და მე დიდი მართლა დიდი იმედი მაქვს როგორც უბრალოდ ჩვეულებრივ მოქალაქეს რომ თქვენ არ გონიათ როგორც ბიძინა ივანიშვილისა ბლოკერია მაგალითად თავისთავად თვითონცემა ხო? იქ მე მგონი ძალიან ნათელი იყო ვინ იყო მოძალადე. არა, ერთი განსხვავება საკმაოდ კორექტულად გესაუბრები ჩემო ბატონო. ერთი განსხვავება ამ ყველაფერში. ჩვენ არ ვართ სანქცირების გამცემი. თქვენგან განსხვავებით. რას ნიშნავს სანქცირების გამცემი არ ხართ? თქვენ ხართ ხელისუფლება, ბოდიშ ვიხდი. ხელისუფლება არ ნიშნავს. თქვენ აკონტროლებთ პროკურატურას და სხვა საგამოძიებო ორგანოებს. რა როგორ გვეკადრება ხარ ძალიან გქოთ ხო? ამ ქვეყანაში ცხოვრობთ მართლა ყველა და შესაბამისად თქვენ რომ გსურდეთ უკაცრავად ძალიან გქოთ თქვენ თუ შეგიძლიათ რომ დაარეგულიროთ ის რომ კორექტული იყოს თქვენი რესპონდენტი. სხვაგვარად მე ვერ შეძლებ ნამდვილად რომ საქმეზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ საქმეზე სალაპარაკო არ აქვს მოსული. თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ინდულგენცია მოხდეს მთლიანად კახე კალაძის, რომელმაც პირდაპირ გააკეთა ორგანიზება კორცხელის და აქ არანაირი მტკიცებულება არ იყო საჭირო, არანაირი გამოძიების ჩატარება არ იყო საჭირო. რას ნიშნავს ფანტაზია? ეხლა ხო შეიძლება უკაცრავად რომ შავზე თეთრი არ უთხრათ ადამიანებს და ნაცარი შეყრდნ. მე არ მგონია ხელმა საქართველოს მიხილა, როგორ ხელმა საქართველოს მიხილა ღია ეთერში, როგორც ემდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და მოქალაქეებს. ეს თუ თქვენთვის ღიმილის მომგვრალია ძალიან საფრთხეა და ეს დასრულდება ზუსტად ესეთი უპასუხისმგებლობა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. რეალობა არის ესეთი. ეს ახლა რაც აქ ხდება თუნდაც არის რა თქმა უნდა იმისი ბრალი, რომ ხელისუფლებამ დროული სწრაფი და ეფექტური რეაგირება არ მოახდინა კონკრეტულ დანაშაულს. გასაგებია რომ გამოძიება დაიწყო. გასაგებია რომ პროცესი მიდის, მაგრამ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ისეა მოწყობილი, რომ გამოძიების ვადები კი არ არის განსაზღვრული. ეს ზოგადად რომ მე თვითონ ადვოკატი ვარ და ვიცი ეს პროცესი, ხო? საქმე შეიძლება მიდიოდეს პრაქტიკულად უსასრულოდ. ამით სარგებლობს
ესე გამოდის. ანუ რეალურად პასუხსაც ვერ საგამოძიებო მოსწონს ვერავინ, ვერ ანუ მეტყვი ხუთი ხელისუფლება, ფორმალურად ყველაფერი წესრიგშია, გარდა პოლიტიკური ნებისაც ხადია. შედეგობრივად არ არის წესრიგში. ეს ძალიან ანუ ჩვენ ახლა მე დეპუტატობის კანდიდატი ვარ და ისე როგორც ბატონი კობა ჩემს მეზობელ ოლქში და მე ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ მე როდესაც დავდივარ ჩემს აქტივისტებთან ერთად კარდაკარი მოგწყობილ და დღესაც აგერ შეხვედრები მქონდა რაღაცა პროვოკაციას ინციდენტ ჩემს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ადგილი ქონდა მაგრამ ჩვენ ობიექტურად ეს უნდა ობიექტურად შევაფასოთ ხო იმიტომ რომ ეხლა რეალურად თავისუფალი გარემოა ჩვენთვის ამ წუთში და არანაირ თქვა განსაკუთრებული ხელშეშალას არ ქონა ადგილი დამკვირვებლებით როდესაც მისულებ რა თქმა უნდა ობიექტური ინფორმაცია მივაწოდეთ მაგრამ აი სწორედ იქიდან გამომდინარე რომ იმ ფაქტებთან დაკავშირებით რომელიც არის გახმაურებული ხელისუფლებამ არ მოახდინა სწორი რეაგირება აი ეს აქეთ არსებული სიკეთეც მათ უფუჭდება და ეძლევათ საშუალება იგივე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს იგივე ნებისმიერ სადამკვირვებლო ორგანიზაციას რომ აბსოლუტურად მართებული შენიშვნები მისცეს იმისაგან დაკავშირებით გამოძიება სჭირდება ეფექტურობა სწრაფი და ეფექტურობა რომ გამოძიებები კონკრეტულ საკითხებზე მიმდინარეობს ხო მაგრამ ესე მიმდინარეობს დაუსრულებლად არაფერი არ მიმდინარეობს ყველაფერს აქვს თავისი ვადი შეიძლება 9 თვე ჭირდებოდეს ჩვენ ელემენტარულად ვარ შორს იმ აზრისგან რომ პირდაპირ ჟავლი გამოუტანოთ ადამიანებს რომელსაც ჯერჯერობით გამოძიება სჭირდება როდესაც ყველაფერი კამერების წინ მოხდა გასაგებია რაც შეეხება ჩემო ბატონო კორცხელში იყო პროვოცირება და პროვოცირებაზე მოხდა რეაგირება პროვოცირებაზე პროვოკაციებზეც ვისაუბრებ ჩვენ ჩართვაზე და გადავიდეთ იმიტომ რომ მიხეილ ბენიძე ველოდება მას არა მე როგორ აი ესეთი არჩევნების ჩატარება უნდა ბიჭინაირ როგორ ეს არის სწორედ პრობლემა უკაცრავად ძალიან გთხოვთ ასეთი ტიპის რეპლიკებს მე ნამდვილად ვერ მოვისმენ არ მოვისმენ არც შენობით მიმართვას არ ჩემ ასაკაზე აქცენტის გაკეთებას და არ ჩემს სკარისზე ძალიან გთხოვთ კორექტულად ისაუბროთ ძალიან გთხოვთ კორექტულად ისაუბროთ მე აქ საქმეზე სალაპარაკოთ ვარ და თქვენი მთავრობის უნიათობაზე და უპასუხისმგებლობაზე ვარ მოსული სალაპარაკოთ და არა ჩემს ასაკაზე ბატონო მადლობა თინა ბატონო ყობა ძალიან გთხოვთ თავი შევიკავთ ასეთი განცხადებებისგან მიხეილ ბენიძესთან გადავდივარ კიდევ ერთხელ წარვადგენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი